მოგესალმებით. თქვენ უყურებთ მედია რენტგენს, რომლის ამოცანაა მედიაში არსებული სიაბანდობების გამომჟღავნება და განხილვა. დღეს ჩვენ განვიხილავთ ქრონიკული დაავადების აპოთეოსს, ხოლო დაავადებას ჰქვია მიზანთროპია, ანუ კაცთ მოძულეობა. 17 ივლისს ელისო კილაძემ Facebook-ში გაავრცელა აბსოლუტური ტყუილი, კერძოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდად არის. ცხადია, ამ დეზინფორმაციის მიზანი იყო მედია სივრცეში ქარიჭყლის ატეხვა. მაგრამ ელისო კილაძის ფიგურას მასშტაბურობა არ ეყო. მის სტატუსს ყურადღება ბევრმა არ მიაქცია და ჭორების მანქანაც ვერ ამოიქოქა. ელისოს მისმა ბოსმა, მიშა სააკაშვილმა ალბათ შენიშვნა მისცა. ამოხამე, კაცო. როგორ ტყუილა გაჭმევთ პურსად. და საქმეში შედარებით ძიმე არტილერია ჩაირთო. რუსთავიორიდან წასულმა, მაგრამ 40 დღე იქვე მოტრიალე ნიკა გვარამიამ ივანიშვილის ვითომ ავადმყოფობას ასევე ვრცელი სტატუსი მიუძღვნა. გვარამიას სტატუსმა აშკარად მასტიმულირებელი ეფექტი იქონია და ნაციონალების სახალხო მთქმელები საერთო სოციალური ფრონტით გადავიდნენ შეტევაზე. განსაკუთრებულად კრეატიულ სახალხო მთქმელების სტატუსები ეხლა თქვენს წინაშია. უწინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კობა ხაბაზმა მეტი დამაჯერებლობისათვის ავიაცია ჩართო საქმეში. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი შეკვეთილიდან სუპერ პუმათი გადაიყვანეს. თავიდან უბრალოდ პუმას დაწერას აპირებდა, მაგრამ აი სუპერ პუმა გაცილებით ეფექტურად ჟღერს, რა სიტყვით, ა? მეგი გოციძემ სხვა ფორმა გამოიყენა, უფრო მხატვრული. ხო, აი ლექსა. ამაღამდელო ღამეო ნუგათენდები მალეო გონი ინფარქტმა დაარტყა, ვეღარ ვიხილავთ ხვალეო. მოკლედ მიშას ანგელოზები ცნობილ ვიდეოში რომაა ისე აყვნენ გვარამიას. თუმცა სოციალური ქსელით ყველაფერს ვერ გააკეთებ. სხვა დანარჩენისთვის არსებობს რუსთავიორი. ეს მარაზმი მართლაც Facebook-მა ვერ დაიტია და ის, ანუ მარაზმი გადავიდა იქ, სადაც ყველაზე კარგად გზნობს თავს, კერძოდ რუსთავიორის ანალიტიკურ თოქ-შოუში. დღეს დილიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ინსულტი აქვს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. წამყვანი ინფორმაციის წყაროდ ასახელებს სოციალურ ქსელს. არა და აი ამ სოციალურ ქსელში თვითონ გაავრცელეს ეს მოგონილი ამბავი. მოკლედ, როგორც ჩემს ბავშვობაში ცხონებული ბებიაჩემი ამბობდა, სამ ტანცუიუტ, სამ პაიუტ, სამ ბილეტი პრადაიუტი. ვით შეიძლება აიხსნას ნაც მედიისთვისაც კი შეუფერებელი და გაუგონარი მასშტაბის ბოდიში და ვირიშვილობა. აბა ეხლა სახსალამად კაცს დააბრალო, ცუდად არისო და ამის გამო შაბაში მოაწყო, ვირიშვილობა რა არის აბა? არის გარკვეული რაციონალური ახსნა ამაში. ამ დღეებში ხელი მოეწერა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელსაც ქართულ ჯგუფი 1 მილიარდი ევროს ოდენობით დააფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი ქართულ სრულად დააფინანსებს. ცხადია, ნაცებს ძალიან გაუხარდებოდა თუ ეს ამბავი გადაიფარებოდა ბიძინა ივანიშვილის ვითომ ცუდად ყოფნის ჭორით. მართლაც ზემოთხსენებული უნივერსიტეტის ნიუსი მწირედ გაშუქდა საინფორმაციო გამოშვებებში. აი აქ საგულისხმოა ერთი მომენტი. ზოგადად რატომ უნდა გადაფაროს რეალურად მომხდარი კარგი ამბავი მოგონილმა ცუდმა ჭორმა? ხალხს სურს ცუდი ამბების გაგება თუ მედია აჩენს ცუდი ამბების მოთხოვნილებას? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს და ეს ცალკე გადაცემის თემაა. მოდით აქ ნუ შევჩერდებით. მაგრამ ის რომ ნაცებს გაუხარდათ ბიძინას ვითომ ავადმყოფობა, მათი უბედურების მანიშნებელია. რა არსადეს, რევოლუციას დაანონსეს. რევოლუცია. გვირავსაც თხრიდა ეს უბედური და ზვითაც მოცურავდა, მაგრამ ყოველ ჯერზე სამარცხვინოდ ჩაისვარა. მოკლედ, ერთდროს კაცი ლეგენდა მიშა სააკაშვილი, რომელიც მთელს რეგიონს აზანზარებდა, დარჩა თვეში ორგროშიანი ელისო კილაძის, სუპერ პუმა ხაბაზის, მეგი გოციძის, ქალბატონის, რომელიც ზედმიწევნით დახვეწილი ლექსიკით საუბრობს. და ისეთ გაუგებრობაშია, რომ საკუთარი პარტიის გასვენებაში მისატანი ვენოკი სხვასთან მიაქვს.
და პატარა ტანისა და საშინელი ძალის პატრონ გვარამიას ბანძი სიაბანდობების სამარა. ამაზე მეტი კაპიტულაცია, საკუთარი გამანადგურებელი მარცხისა და სრული უპერსპექტივობის აღიარება რა უნდა იყოს? ამ ხალხს უკვე ნამდვილად აღარ აქვთ არც უცხოელების, არც ადგილობრივების და არც NGO-ების და რაც თავარია საკუთარი თავის იმედიც კი. მათ იზღა დარჩენიათ, რომ ზებუნებრივ ბნელ ძალებს შესთხოვონ ბიძინა ივანიშვილისთვის ზიანის მიყენება. მაჯლაჯუნებს თხოვენ, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, რაც ჩვენც ვერ უშვებით ბიძინას, შენ უქენიო. რა დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს ასეთი ადამიანების მიმართ? შეიძლება ყურადღება არ მიაქციო, ან როგორც ბერამ თქვა, ის ხალხი, ვინც დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალურ სიმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან. ისინი საცოდავი ადამიანები არიანო. დღევანდელი ნაცების სულიერ წინაპრებზე, რუს ბოლშევიკებზე, ისტორიკოსი კლიუჩევსკი ამბობდა: Чтобы согреть Россию, они готовы сжечь ее. მათ გვანან დღევანდელი ნაცები, რომლებიც Facebook-ში ისე მოკლავენ და დაიწყებენ შენს გვამზე ცეკვას, რომ ნერვი არ შეუტოქდებათ. ისინი სიხარულით კლავენ ადამიანს, რომელიც რომ აღარ იყოს უამრავი ქვეყნისთვის კარგი რამ, მათ შორის ზემოხსენებული ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტი აღარ განხორციელდება. რატო უნდა უნდოდეს ნორმალურ ადამიანს ეს? არ ვიცი. მოკლედ დღევანდელი ნაცები ბოლშევიკებივით არიან. ოღონდ თავად იყვნენ კარგად და თუნდაც ქვაქვაზე ნუ დარჩენილა.